ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენზე ირანის თავდასხმის მცდელობა დადასტურდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდა. ბაქომ თავდასხმების დამკვეთად გუშაქთა კორპუსის დაზვერვის დანაყოფის ოფიცერი, პოლკოვნიკი ალი აშგარ ბორდბარ შერამი დაასახელა. დაკავებულია დივერსანტების 8 კაციანი დაჯგუფება, რომლებმაც ქვეყანაში 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს. თავდასხმა იგეგმებოდა აზერბაიჯანში, ირანის საელჩოსა და სინაგოგაზეც. ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივცემულო წარმომადგენელო, მადლობას მოგახსენებთ. მეგობარი გაჭირვებაში იცნობა, წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი და ფოტოს აქვეყნებს. ვინ დატოვა ჩანაწერი უცნობია. ირანელი დიპლომატი აცხადებს, რომ მის ვინაობას ომის დასრულების შემდეგ გაამხელს. ჟურნალისტის კითხვას ეხმარება, თუ არა რუსეთი ირანს ამერიკელების მიზანში ამოღებაში ტრამპის სულელურს უწოდებს. ამერიკის ომის მდივანი კი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაცია ეპიკური მრისხანების ფარგლებში 1 კვირის მანძილზე ირანში 3000-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. ხარკოვში რუსებმა 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაღუპულია 10-მდე ადამიანი, არიან დაშავებულებიც. მაშველებმა ცხედრები კორპუსის ნანგრევებში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.